თბილისის სააპელაციო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, განაჩენი ხვალ გამოცხადდება. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილმა კი განაჩენი გაასაჩივრა. დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ. საბოლოო სიტყვა თქვა გიორგი ბაჩიაშვილმაც. ბაჩიაშვილის კმით ეგრეთ წოდებული ბიტკოინების საქმეში ბიძინა ივანიშვილი ინვესტორი არ ყოფილა და მისთვის კუთვნილი ბიტკოინები არ მოუპარავს. მისივე განმარტებით, ეს ბანკის სესხი იყო და სასესხო ხელშეკრულებაში ყველაფერი გარკვევით წერია. ყველა დოკუმენტი, ყველა მიმოწერა გვეუბნება, მიგვითითებს შენს და ბანკს შორის სასესხო ურთიერთობაზე და მხოლოდ ზეპირი ჩვენება ივანიშვილისა და მისგან გამომდინარე სხვა ირიბი ჩვენებები, რომლებიც ეს არც უნდა იყოს მიღებული იმისთან დაკავშირებით, თურმე ეს ყოფილა ინვესტიცია. ეს თუ ინვესტიცია იყო და თუ ბანკში უნდა გააკეთა, რომ ბანკს უნდა გაეკონტროლებინა. როცა დავაბრუნე ეს სესხი, რატო არ მოიგითხა ბანკმა, თუ ახლა ამბობს, რომ ბანკ ნატო აკონტროლებდა ამასო, რას აკონტროლებდა ნატო, მაშინ ერთი კითხვა დაესვა, რომ გიორგი კი მარა სესხი რომ დააბრუნე, მოგება არის, თუ არ უნდა ნახო, ეგ რანაირი კონტროლი არის, ხო? არ არის არანაირი კონტროლი, არ იყო ტყუილი არის თავიდან ბოლომდე, რასაც საუბრობს. ერთადერთი ჩემი საქმის დაწყების მიზეზი იყო ის, რომ ამას უარი უთხარი ამ ანტიდასავლურ ისტორიაში მონაწილეობაში და მან ეს მიიღო როგორც ასე ვთქვათ, ღალატ და მოიგონა ჩემი დაჟე. შემდგომ რათა მისი აზრით აქ საუბარი იყო მილიარდობით დოლარებზე, რა თქმა უნდა მან გადაწყვიტა, რომ ეს უნდა გამოეძალა ჩემთვის. მე ისე მინდა რომ ყველანაირად იმედი ვიქონიო, რომ თქვენზე ეს ზეწოლები თუ რაც ხდება, არანაირ გავლენას არ იქონიოს, მაგრამ პირადად ძალიან პატარა იმედი მაქვს ამის, რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში გვესმის, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ვერ გამაჩერებს ვერც 11 წლიანი პატიმრობა და ვერც ვერაფერი გაირკვევა აუცილებლად სიმართლე, აუცილებლად გაადგენს გარე კომპეტენტური სასამართლოების და შემდგომ უკვე საქართველოს კომპეტენტური სასამართლოების ამ შეთქმულებას და გამოძალვას და ძალიან დიდი თხოვნა მექნება უბრალოდ მოგახდებით ამის მონაწილეები. ნამდვილად არაფერი არ არის ამის მასა. დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით დაიწყო. მათი თქმით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებული პროცესი არა სამართლიანობის აღდგენას, არამედ მისთვის თანხის გამოძალვას და დასჯას ემსახურება. საქმეს განსხვავებულად განიხილავს ბრალდების მხარე. პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, დაცვის მხარის და ბაჩიაშვილის პოზიცია რეალობას სრულად აცდენილია. დაცვის მხარის პოზიცია და განსაკუთრებით ბრალდების პოზიცია აბსოლუტურად აცდენილი არის რეალობას და საკუთარ თავსაც კი შეეწინააღმდეგა და ძალიან მარტივი მოცემულობა არის. სააპელაციო საჩივარში, როდესაც გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქმე გაასაჩივრა პირველ ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას უარი ერთხა მისი ჩვენებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. და როდესაც მაგალითად წინა პროცესი დაიკითხა, მან უარი თქვა, რომ მისი ჩვენებები გამოკვლეული იყო და რაღაცა ციტრებები მომხდარებოდა. ეს არის პირველი ნიშანი იმის, რომ რეალურად საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში და სინამდვილეში ის გამოძიების პროცესშიც მანიპულირებდა. მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც ამას ასევე ადასტურებს, არის ის გამოძიების პროცესში წარმოადგინა დოკუმენტი კალკულაცია, რომელიც ეხლა უარყო და ასევე თქვა, რომ არ მომხდარიყო ამის გამოქვეყნება. საუბრობს რაღაც მიზეზებზე, მაგალითისათვის როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაც მისი მხრიდან განცხადებების გაკეთებაზე, რაც არასწორი არის. რაც შეეხება ურთიერთდააღმდეგობრივ ჩვენებებს, მე დღეს თითქმის 9 საათი საუბრობდი, რომ ბრალდების მხარის მოწმეების, კერძოდ ქართულ ბანკის წარმომადგენლის ჩვენებებს და გამოკითხვის ოქმის დროს მიწოდებულ ინფორმაციებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობა და სწორედ ამის გამო არ უნდა მოხდეს გაზიარება და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი. არც გიორგი ბაჩიაშვილს, არც სხვა რომელიმე ბრალდებულს არ ევალება ჩვენი კანონმდებლობით ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, თუმცა ჩვენ უკვე ვხედავთ 2 წელი ამ სასამართლო პროცესებს და რეალურად გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას და ამას ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტები და უტყვარი მტკიცებულებებით. ისეთი როგორიც არის სესხის ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი, საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. შესაბამისად, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მე ვარ ცხადია სუბიექტური და შედეგი დაინტერესებული, არამედ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ამ საქმეში ყოველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არანაირი დანაშაული არ დასტურდება.
გიორგი ბაჩაშვილს ეგრეთ წოდებული ბიტკოინების საქმეზე 11 წლიანი პატიმრობა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 10 მარტს მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების დღეს ბაჩაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა. მან ქვეყანა ფარულად მარტის დასაწყისში დატოვა. ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა და ბიტკოინების დაბრუნება მოითხოვა. 1 მაისს სასამართლომ გიორგი ბაჩაშვილს ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა, რაც $850 მილიონ მეტია. ოფიციალური ინფორმაციით გიორგი ბაჩაშვილი 27 მაისს დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ბაჩაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ იმყოფებოდა, რა დროსაც აიყვანეს. თავად ბაჩაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა ივანიშვილის დავალებით ბანდიტურ გზას მიმართეს და საქართველოში მოტაცებით ჩამოიყვანეს. საერთო ჯამში ბაჩაშვილის წინააღმდეგ 3 სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ეგრეთ წოდებული ბიტკოინების საქმე, მტკვარი ჰესის საქმე, სადაც მას სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან და საზღვრის უკანონო კვეთა.